გამარჯობათ, მაგრამ ვერსად ვერ დაგდეთ. დაგდეთ. ვერ მოვასწარი დღეს ვლოგის ჩაწერა მეორე ვლოგის. ჩვენ ხო არ გვაქვს არ გვაქვს ნეიტრალური ამინდი, ან ცივა, ან ცხელა. ხო და სიცხიდან სიცივეზე უცბად რო გადმოვდივართ. ძალიან შეუჩვევლები რო ვართ, ეგრევე ხალათს ვიწვევთ, ამიტომ ხალათი მაცვია, მშვენივრად ვგრძნობ თავს ამ იმაში რა ქვია. მეც ცოტა ჩავიხსნი. ეხლა შევწვი კარტოშკა. დღეს 3 საჭმელი გავაკეთე. ეხლა ლაივი მქონდა TikTok-ზე. კარგად ვიხალისეთ. კარგად ვიცინეთ. აუ შენ იყავი ულვაში რო გავიკეთე ბარბარე. ერთი პაკისტანელი იყო ეთამაშებოდით რა ის ლაიქებით რო ათამაში და რაღაც და ულვაშები ქონდა და გამახსენდა რომ თემუზე მქონდა ულვაშები ნაყიდი და ნინოს მოვაძებნინდე და ამ თამაშის დროს გავიკეთე ან იმას ვაკეთებდი იმ დეკორაციას რომ მომაქვს დაწყებული და ვაიმე როგორ გაუხარდა ამ კაცს და მე ხო იმდენი ვიცინე რომ თვალიდან ცრემლი მდიოდა. თმები მაქვს აი აჭიმული ახლა უნდა მოვიხსნა. და ჩამოვივარცხნო ცოტა. მოკლედ ვერ მოვასწარი ვიდეოს გადაღება და ვიდეოს დადება მეორეზე. ვერ მოვასწარი არა თორე ხა რა უნდა მოსწრებას რა უბრალოდ რაღაცა ცოტა ხანში და ვერ ვქერი. და დამაღამდა. 9 საათი გახდა. ამ ბოლო ხანებში აი როგორც კი 9 საათი გახდება 10-ისკენ მიდის ეგრევე საწოლს. იმდენად ვიღლები ხოლმე რომ ეგრევე საწოლისკენ გავიბივარ. ხო და ესა. სანამ დავწვევი მინდა რომ ვლოგი გადავიღო თან მართლა მინდა რა ანუ რაღაცა ეს 2 თვე არის ძალიან აი როგორ გითხრათ ვერ ვახერხებ თითქოს დრო მაქვს მაგრამ ვერ არა აი ესე გადავდებ ხოლმე და ისე ამომეწურება ხოლმე დრო საათი დღის რომ ვერ ვიგებ ხო და მით უმეტეს მუშაობის პროცესში ხო და ეხლა ვიფიქრე რომ მოდი მეთქი ჩატ GPT-ია თუ ჩატი თუ ჩატი ჩატ რაც არის ხო მეხუთი ხო და მოკლედ მაგას მივწერე რომ ისა ვერ მოვასწარი მეთქი ვიდეოს გადაღება თქო ესე თქო აუხსენი სიტუაცია და ვერ მოვასწარი მეთქი და თუ შეიძლება დამეხმარე რომ რამე 20 წუთიანი ვლოგი მეთქი გადავიღო ეხლა ჩემს ბიჭს ველაპარაკი კატოს და მეთქი რა არის პუნწები გაქვთ ვებზე რა მოთხარი კატუნა დამეტყო შენი ხელი რომ აღარ გამიკეთე მეთქი არა შენ არც ეგე დაწნა და მიწანი ამ შენად 4 დღე თავზე სავარცხელი არ ჩაუმისვია და თავზე ხელი არ დამიდია და რა კაი იყო ეგევე ვიბანდი შვენივრად აი რომ მოხდება ჩემსკენ მერე დავაწნევინებ 2-ს არა 4-ს ან 5-ს ხო და ეგ უფრო დიდი ხანი გამიძლებს წაღა ნინომ დამოარცხნა და თორე ისა მქონდა აწეწილი მქონდა ძალიან აბუნდული ხო და ჩატ GPT-ს ვკითხე რა რომ ვერ მოვასწარი მეთქი შეკაი კაცო და აბა რამე იმას თუ მომიფიქრებ მეთქი რა და რა ვიმოდენა ისინი ჩამომირაკრაკა მოკლედო სანთლებიო წყნარი მუსიკაო წიგნიო რაღაცაო და აშკარად ვერ მიხვდა რა მინდოდა მე ერთკვირიანი ვლოგის თემების სიაო ჩამოგიწერო ვო მეთქი კი პირველი თემა ჩემი დილა და ჩემი საღამო დილას როგორ იწყებს საღამოს როგორ ასრულებ ანუ ამაზე ილაპარაკე პატარა რუტინები ჩვევები სიმღერები და სასმელიო მოდი ჯერ დღე ერთი განვიხილოთ დილას როგორ ვიწყებ დილას ვიწყებ ჩამოვლით იცით თქვენ ბევრჯერ დილის რუტინა თქვენთან ერთად გამეკეთებია პირველი ყოველთვის არის კატა მოგებლანდება ფეხებში მეორე ობოლა წიწილა და მე უკვე ინდაური ქათამი და რამე რომეების მოკლედ
თვალიდან სავარაუდოდ მაგ რუტინას კუდა გამოაკლდება. იმიტომ რომ ხა ძალიან ცუდად იყო, უბრალოდ მეცადე რომ ცოტა იმათ ყოფილიყო, დავაფარე. რაც შემეძლო რაღაც ისე მყუდროვესავით მოუწყერო, ანუ არ იწვალოს რაღაც. იჭერს მაგაზე გადავხდები მაგას. შემდეგ ეს აუცილებლად ყავა. ანუ ჯერ მაგებს ვაკეთებ ხოლმე ყოველთვის, რომ მე არ მქონდეს ის სიტუაცია, რომ ვაიმე დროზე დავყავა, რადგან ქათამი დაინდაური და რავი კრუხსა შია. ხო, ჩემი კრუხი ძალიან მაგრად აზის. დღეს უნდა ისმჩამე თუ ინკუბატორი. მოდი დილას ერთად ჩავთად, კაი? კაი. 7 კვერცხი დავტიე ბარბარე ინკუბატორში. 5 პატარა და 2 დიდი. გია მაჩუკა ბროილერი ქათმებისა და 7 კვერცხი უნდა დისავქნა ჩავდა. როგორი რა იქნება არ ვიცი, მაგრამ რა ვიცდები ყოველ შემთხვევაში, რომ გამოიჩეკოს. ავი სამს მაინც ვერ გამოჩეკავს 7 კვერცხი და ნახოთ. ხო, და ისა. მე უკვე ყავა. მე რა ხდება ყავის მერე? ყავის მერე გადავხედავ საჭმელი მაქვს თუ არა დილის მზად, ყოველთვის ძირთადად ყოველთვის ისე მაქვს ხოლმე გათვლილი, რომ დილით უნდა საჭმელი იყოს. რადგან რავი 8 საათზე დილას ვისნახევარს ჭამა ივანი. ხო, მე ვიწყებ მაგაზე იმას რა ფიქრს მოკლედ. დღის რუტინას, როგორ მიდის საჭმელის მდგომარეობა. ეს თუ სახში ვარ და არ მივდივარ სამუშაოზე, თორე სამუშაოზე როცა ვარ ხოლმე არ ვიცი დილის რუტინა იწყება. 7 რო იწყება, მაშინ დავიბივარ, დავქრივარ და აი მანქანაში როგორ ავჯდები ხოლმე იცი ან მარშრუტკაში. აი ეს გავახეხო დავჯებ და აი მაშინ ამოვისუთქებ ხოლმე და ბევრჯერ ვთქვეთ მაგ მომენტში რომ არ გცივა. ანუ ესე რაღაცა გრილი ამინდიე თუ ხოლმე, მაგრამ იმდენად აი ისავარ ხოლმე გახურებული სიძბილით, რომ მაშინ ვფიქრობ ხოლმე რომ გრილა. მოკლედ ეგ არის დილის რუტინა და საღამოს რუტინა. ეხლა რა მაქვს? საღამოს რუტინა მოდი ჩავდო. გადავავლე თვალი და არ იყო ისევ საჭმელი. ცოტა იყო ის მაკარონი, ძალიან გემრიელი გამოვიდა. ჭამე მაკარონი. კაიო. მოიწონათ. ესე იგი მოუხრაკე ხახვი. მე ჩავყარი ხა მაკარონი რავი რომელიც რაღაცა ის ლოკოკინებივით იყო ეს მობრეცილები. ეგ ჩავყარე მოუხრაკე ხახვთან ერთად. მე დავასხი ტომატი 1-5 წუთი დაბალ ცეცხლზე ტომატთან ერთად ჩაი შუშა თუ ჩარბილი და მაკარონი და მე ადუღებული წყალი დავასხი. დავაყარე სუნელები, უცხო დავაყარე, ქინძი დავაყარე, წიწაკა დავაყარე. სხვა არაფერი დამიყრია. მოკლედ დავაფარე დაბალ ცეცხლზე გამზადდა და ქინძი, კამა და პეტრუშკა მოვაყარე და ცოტა სიმწარეც ვუყავი და ძალიან გემრიელი გამოვიდა. ხო და ეგ არის ჩემი რუტინა, რომ საღამოს წესით გადავავლებ, ის ერთი ქათამი შეაგდე, მეორე ქათამი დავწუნდე რომ ყველაფერს ვაჭამე. ანუ დილისთვის ჭურჭელი და რაღაცები ძირითადად ესე თვალში მოსახვედრი არ მქონდეს, ეგ არის საღამოს რუტინა. რაც შეეხება იმას რუტინას რო ეძახიან, ანუ სახის მოვლის საშუალებები და რაღაცა, მე მაგალითად აღარ მაქვს სახის მოვლის საშუალებები და ამიტომ ერთ-ერთი საშუალება ვიცი, რომელიც ცოტა ახლო არის ხოლმე და იმას ვისმევ სახის. ცოტა მძაფრიკია, მაგრამ ვისმევ. რა? გუშინ წავისვი შენი რაღაცის რაღაცა და ძალიან მძაფრი იყო. ვაიმე რა წაის? თურქეთში რო გიყინდი? სახეზე? აბარისაა ეგ. და ფეხების სახელებისა. ტანისა ხუა. სახის არ არის. მე სახეს წავი. სახეს არის მაგრამ შეიძლება. როგორ არის მე? სახის არ არის ხალხო. რას ვისმევ ბაური დღეა სახეს. ერთი ნახო რა. გოგო ისეთ სუნია. მე ვინახავ მაგას სკოლისთვის და შენი? მე. გოგო გამითავდა და ვერ ვიყიდე. სულაც რამდენი მივეცი ამაში? რამდენი მივეცი? 4 ევრო. 4 ევრო რამდენია? 20 ლარამდეა. ნუ კაი 18. 3 და რაღაცეებია ევრო გამრავლე. უი არ არის მარამდე. კაი 15. 12 ლარი.
15 იყოს. 12. არა 15. არა 12. კაი. ეს რა იყო? ვათარგმნიო, თარგმნო ჩემი დილის კი არა საღამოს რუტინა. თურმე რაღაცა უბედურს ვისმევს ახეზე. ეგ სახეზე არ წავის. ხვალე თუ მაიმუნივით იოგურტი, მარშმელო, სხეული. სახე სხეული არ არის? ხო სხეულია. აუ, სხეული ვერ გავიხსენე წირს რამდენიმე დღის ვიდეო, დილანდელ ვიდეოში თუ რაღაცა და ისა ორგანო მეთქი. სხეული ვერ გავიხსენე, ანუ რომ მეთქვა ხელი, ფეხი. სხეულის სხვადასხვა ნაწილები და ორგანოები. უზნაძეს წაისხობი. უზნაძეს რა უნდა სახეზე? ქალო, განსაჭირაოდ გავდივარ. კარგი, ეხა ეს გადავთარგმნოთ, თარგმანი გადავუღოთ. აჰა. ნახოთ, რას ვისმევს სახეზე. ყვებავს და ატენიანებს კანს. ხო, რა გინდა? ატენიანებს, იმის მშრალი მაქვს ისა. გამოიყენება. წაისვით კანზე წრიული მოძრაობით, მასაჟის მოძრაობით. მე როგორ ვისმევ? პრინციპში წრიულია. მე თვალში გავიტყვი. ხო წრიულია. ეს ხო წრიულია. წრიულია. გაფრთხილება შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ხო, მე შევინახო. და დედებისთვის. ამე ბუცკა. მზის ხივებისაგან დაცულ. მაღაზია ყვებავს და ატენიანებს კანს. გამოიყენება წაისვით კანზე წრიული მოძრაობით. ეს ხო წავიკითხე მოძრაობით. ისა სხვადასხვა ენაზე წერია. მოაყირავთ ხედიო. გაქეთი რა. გადავთარგმნოთ კიდე. შემადგენლობა წყალი. აი ზუსტად ვიცოდი და მე ნინოს ვაბრალებდი და ნინოს ეჩხუბე მაგისკა. რატო? რამე შემოვედი რა და ზუსტად ვიცი ყველაფერს ვიცი როგორ ვინახავ რა. რა ვქნა მე მახსოვს. მე მაგ ალბათ ორჯერ მაქვს აღებული. ორჯერ. ერთი გუშინ ავიღე. გუშინ უფრო სწორად იხმარე. ან გუშინ წინ ან იმის წინ მეორედ. არ ვიცი, მაგრამ გუშინ წინ ვეჩხუბე ნინოს, იმიტომ რომ ღამე შემოვედი და არ იყო ისე დაფარებული, როგორც ვაფარებო. არ იყო ისე დაფარებული, როგორც ვაფარებო. ნინოს რატო ეჩხუბე? ნინო იყო სხვა შორის რო წავის და არ გითხრა? არ ვთქვია, მაგრამ ნინო მიდის ხოლმე ჩემი თავს და წინა კრემიც ნინო მისახნა რა. კაცო, ეს რო შენ გიყიდე იმისი არ არის, გოგო არ არის და ქალი არ არის? სულაც. კაი, რუტინას გადავახდეთ, მოკლედ, არ გამოგვივიდა რუტინა ფეხისას თურმე სახეზე ვისვე. არ უნდა გეთქვა ქალო აქამდე, მეთქი ქუსლივით რას გამიუღეშდა სახე. მაგას როგორც სუნამო ისე ვიცი, იმიტომ რომ სუნი აქვს და ხელებზე. იო, კარგი სუნია, სუნამო აღარ გინდა მერე. სხვათა შორის სუნამოც აღარა მაქვს. შენი მაგის? იყოს მე მაგას ვიხმარ. მოკლედ, შემდეგ იმაზე გადავიდეთ ChatGPT-მა რა, მოკლედ ChatGPT-ს ვეტყვი რომ ეს რუტინა არ გამოვა. დაიცა, ანუ თან ახე როგორ ჩამოდი, ეს ერთი დღისა იყო რუტინაზე ერთი დღე უნდა მელაპარაკა, მაგრამ მე გამოვიყენებ. ხვალე ChatGPT-ს ვაკეთებ. ჩემი პატარა საიდუმლოები, მაგალითად უცნაური ჩვევები, რაც არავისთვის გითქვა. მაგალითად შენთვის ჩვეულებრივი. რა ჩვევები მაქვს? რა მაქვს ისეთი ჩვევები ბარბარე? რა? ანუ შენი ჩვევებიო, რა ჩვევები მაქვს? ციკები, რა ციკები მაქვს? ხო ერთის რომ აი ეს ამას ვერ ვიტან ეს სახში. ჩამოშვებულთან. ხვალეთ მე ხო შევიჭრა. კარეთ და ჩულკე. არა იპარსო. მე ხანი ისე მინდა ძალიან მოკლედ შევიჭრა თმა. ვიცი რომ არ მომიხდება, თან ვიცი რომ მომიხდება და თან ვერ ვლისკა. არ მომიხდება ჩემს. მაგრამ იცი რას ვიზავ, წამოვიწევ ისე როგორც ვაკეთებ ხოლმე ტრადიციულად და ეგ. რა სიტყვი თქვენ? მითხარით, ეხა დააპაუზეთ და დაწეთ ან რადგან დააპაუზება. დამიწერეთ, ანუ შევიჭრა თმა. თუ ქორწინამდე გავაკაჩინო სექტემბერში კი და ოქტომბერში და მე აი ჭირდება რა. ჭირდება. არა კი არ მჭირდება. ფსიქოლოგიურად აი გუში ვაბანოდან გამოველი აი ეგეთი ფსიქოლოგიური მომენტი მაქვს თმებზეც. აი ზუსტად ვიცი არ შემიჭრია, მაგრამ ზუსტად ვიცი რა წამსაც მოვიჭრი იმ წამიდან ვინანებ. მაგრამ რაღაცა თითქოს რაღაცას უშვებ ხოლმე ესეთი შეგრძნება მაქვს. მოკლედ საიდუმლოებს გადავახდი.
ფავორიტები ამ თვეში. კოსმეტიკა, მუსიკა, ფილმი, სერიალი, საჭმელი, ტანსაცმელი, ყველაფერი რაც მოგეწონებაო. ანუ ეს მესამე დღისაა, ნახე მე როგორ სწრაფი ვარ ერთ ვიდეოში. რაც შეეხება კოსმეტიკას, ამ წამს ვილაპარაკეთ კოსმეტიკაზე და რამე რომეებზე ელემენტარული, ხვალე ისეთ საქმე არაფერი არ მაქვს, მე მგონი უნდა ფჭხილები მოვიწესიყო და დავიკრა. ხვალე ქალივით უნდა გამოვიყურებოდე. 2 კვირა ეგ მინდა. მუსიკა, ფილმი, მუსიკას ვუსმენ ხოლმე, სხვათა შორის ამ ბოლო ხანებში ვუსმენ იცი ვის მუსიკეებს, ლადო, კუკუ. არ ვიცი, მოიცა. ეხლა ამოაგდებს არ არსებობს, სულ ყოველთვის ვუსმენ ხოლმე. არ არსებობს რა რა. ლადო კუჭუხიძე. აი ეს. ამის მუსიკები ძალიან მაგრად მომწონს. ხო, ChatGPT-ის მუსიკა. რაც შეეხება ფილმებს, ფილმებს უყურე ამ 2 დღის მანძილზე 3 ფილმს უყურე, ძილის წინ ეხლა ვფიქრობ რომ ეს ჩავთავ. რა იქნება, რაც მესამე დღისა იყო. საჭმელზეც გითხარით, ტანსაცმელზეც გითხარით. გაცვია, მაგრამ ზემოდან ხალათი. დღე მეოთხე. გასტუმრებული მეხსიერება, ანუ ესე ქვია სათავო. ანუ ვიდეოს სათაურებსაც მიწერ. გაიხსენე ბავშვობის ან სკოლის ერთ-ერთი სასაცილო ისტორია. შეგიძლია თან რაღაც აკეთო, მაგალითად ჩაი აადუღო, არ მინდა ეს ჩაი. თან ეხა რა იცის რომ ეკუხნა დაბლამა აქ. ბავშვობაში მომხდარი სასაცილო ისტორია, ან სკოლის. კალუშებით რო წახვედი. მამა ჩემს კალუშები წავედი ერთხელ და სკოლის შესასვლელში ეზოში დავინახე. და მოვტრიალდი. საკმაოდ ახლო ცხოვრობდი, ანუ მოკლეებს ვეძახდით, ბილიკებით მოძრაობდით და ანუ რა ვიცი, რამის უკვე აი ადგილზე მისული ვიყავი სკოლასთან, როდესაც დავინახე და მამა ჩემის კალუშები მეცვა. და მოვტრიალდი. ეხა ეგ რო ჩავეძიო და გავიხსენო, ძირითადად ჩემი სკოლის პერიოდის უსასაცილო იყო ის რაღაცები მოვდიოდა ხოლმე. ხო და მაგეებს მე ჩანაწერებისთვის გავიხსენე. კიდე რა იყო? მინი ჩელენჯი ჩემთვის, ან ეს მე-5 დღის ვის არის. აიჩი რამე მარტივი, მაგალითად 10 წუთიანი იოგაო. ხო გადავიხლართ ხალხო, რა იოგა. ახალი კერძის მომზადება, უცხო სიტყვების სწავლა. ამან ეს მე არ ვიცი და გადაიღე პროცესი შენი რეაქციაც. ანუ რა უნდა გადავიღო? გამოვტოვოთ მე-5. K-A ჩემთან ერთად. ეს რა არის? K-E ჩემთან ერთად. წერილობით კითხვები თუ არ გაქვს, შეგიძლია ინტერნეტიდან ამოიღო. მაგალითად, რას ავირჩევი თუ ერთი დღე უჩინარი ვიქნებოდი? ვაიმე მაგას ბავშვობაში ფიქრობდი. ძალიან მინდოდა უჩინარი ყოფილიყავი და ჩვენი მეზობლის მაღაზია შევსულიყო. ამეღო კინდერები, ამეღო მეტრო იყო ხოლმე, შოკოლადი, ვაიმე როგორ მიყვარდა, შოკოლადი მეტრო იყო, კინდერი მინდოდა, სნიკერსი ხო იმ პერიოდიდან იყო, რავი, ძალიან მინდოდა რომ ჩვენი მეზობლის თინას მაღაზიაში შევსულიყავი და მერიასი. ხო და სავარაუდოდ და ძალიან მინდოდა შოკოლადის ან ნაყინის ცეხში მემუშავა, ანუ ცეხში, ანუ რა ქვია იმას კიდე, ცეხს რა ქვია საწარმოში რა, მემუშავა, აი უზომოდ მინდოდა რომ ან ნაყინის, ან შოკოლადს სადაც აწარმოებდნენ, სადაც ესე გამოდიდა, აი სადაც აფასოვებდნენ, იქ მემუშავა. ნუ ეგ ნაწილობრივ ამიხდა. უბრალოდ თევზების საწარმოში ვიყავ, თევზების ცეხში ვიყავ. ცოტათი ასწდა, სულ ცოტათი. ხო, ანუ უჩინარი მაგრად მინდოდა. ხო, იყო ხოლმე სკოლის პერიოდი, როდესაც სკოლაშიც მიფიქრია, რომ უჩინარი ყოფილიყავი, ოღონდ არ მინდოდა, მართლა არ მინდოდა, რომ იმ პერიოდში ვინმეს დავენახე. იყო ხოლმე ეგეთი ჩასავარდნი დღეები. საღამოს გადტვირთვა, მოკლედ საღამოა უკვე, დიდად თქვენც არ შეგაწყენთ. მუსიკას ანთლები, ჩაი, ფილმი, მაიბი, ცოტა თვითრელაქსაცია, უფრო მშვიდი
მედიტაციური განწყობაა. რანაირად აწერა? მუსიკა, სანთლები. რა გადაიყიდა ამ სანთლებს? სანთლები ძლივს ამაყოვე მარაგში, წარმარაში გიქრება. არ გვინდა მეშინ. ეხა დაიცა. თუ ასე მოიქცევი, ანუ ამას აღგონია რომ 7 დღესაც ჩამომიწერა უკვე. ვიდეოები მზად აქვს. თუ ასე მოიქცევი, ყოველდღე წინასწარ გეცოდინება რა უნდა ჩაწერო და აღარ დაგჭირდება იდეებზე ფიქრი ბოლო წუთას. გინდა მე დაგიგენერირო რანაირი სიტყვებია. მეორე კვირის გეგმაც ახალი თემებით, რომ წინასწარ გეგმარება შეგიმსუბუქდეს. მოკლედ ამ 7 დღისა ეხა მეორე კიმ სურს. ეხა ნახე, ხო გაგზავნი და წამებში მოვა მეორე დღის გეგმა, აგე? ჩამოწერა, მეორე დღის არა, კვირის ხალხო, ეხა ნახოთ. მეორე კვირის ვლოგ თემები. დღე პირველი. რა მახარებს ყველაზე მეტად ყოველდღიურობაში? იმედი აქაც სანთლები არ იქნება. ჩვეულებრივი პატარა ბედნიერებები, კაფის სურნელი. კაფე არ აქვს სოფელში. არა გვაქვს ნინოს კაფე. ქუჩაში მუსიკა რო ისმის, მაგრა და მომწონს, მაგრამ არც ეგ არ აქვს. ზის ჩასვლა. დღეს არა გქონდა. კნუტი, ძაღლი და ასე შემდეგ. არ იყო ზის ჩასვლა, სად იყო წვიმდა გოგო? ცინებს, არ იყო ზის ჩასვლა, ხალ. და მაინც ხავი. ჩავიდა, მაგრამ ადამიანახი. კნუტი, ძაღლი და ასე შემდეგ. ეგენი რომ ახარებს ხო იცით. ეგ მეორე დღეც მოვაშვებთ. დღე მეორე. ჩემი პირველი გამოცდილება. ანუ ამასაც ჩავამთავრებ და დაგეშვიდობებით. აირჩიე რამე თემატიკა, პირველი სამსახური, პირველი სიყვარული, პირველი მოგზაურობა, პირველი უხერხული სიტუაცია. ვაი, ეს კაი თემებია სხვადასხვა. პირველი სიყვარული არც ვიცი. აი მე პირველი სიყვარული იყო ჩემი მეზობელი მიყვარდა. ოღონდ იყო დაჩნიკებს რო ეძახდნენ, ანუ ზაფხულობით მოდიოდნენ ხოლმე და ისა თელი ზაფხული იყვნენ ხოლმე ჩვენთან რაღა კაცო და იქ თავიანთი სახლი აქვს გზის პირას, დღემდე აქვს ის სახლი, მაგრამ მე ბავშვობის მერე ის ადამიანი აღარ მინახია. ალბათ ვიყავი ნინოზე პატარა ვიყავი გაცილებით ასე. ხო და ისე მაგრად მახსოვს, ოღონდ იცი როგორ დაიწყო ჩვენი სიყვარული? იმას ვიყავდი. ყველაზე დიდი ქვავის როლი. რაც კი ხელში მოხვდა და ის პატარა ტაძარი რო ხო იცი ჩვენთან. იმისი შეღობვა კეთდებოდა, მაგრად მახსოვს და ძალიან კერმინდო ქვებს აუყრიდით რა მთელი უბანი ვეხმარებოდით, ტაძარი უნდა შეღობილიყო და აი გავარტყი ქვა. ხო და ის არა ჯერ ისა ჩემმა ძმა მითხრა რომ იმას უყვარხარო და არიქა ვიფიქრე ეგი არ დავრჩე მეთქი და მეც მიყვარს თქო. ხო და რავი ერთ ზაფხული მიყვარდა. მერე წავიდა. როგორი ლოგი თემა შემომთავაზა ჯერ დაიწყო. პირველი სიყვარული, პირველი მოგზაურობა იყო თურქეთი, მე და ივანე რო ვიყავით აკრიანდა და ძალიან კარგად ვიმოგზაურე, იცით თქვენ ეგ ლოგები დევს. პირველი უხერხული სიტუაცია. ზოგადად უხერხული სიტუაციებისგან გამოძრომა ძალიან მაგრად მეხერხება, შეუმჩნევლად. რა არ მახსოვს. არ მახსოვს. მესამე დღე. მცირე ბიუჯეტში გემრიელი კერძის მომზადება. ეგ გიყვარდეს, თავარია ხახვი მქონდეს და წყალი იყოს. ეგ ხა მოგიყევი ზუსტად რაც გავაკეთე. მოამზადე კერძიო მარტივი თან მოუყევი შენი საფირმო რეცეპტიო. ხო მოგიყევით ეგ უკვე, რა იცის ამან. მეოთხე დღე. რას ელოდები? გინდა წელს, რას ელოდები? ნივთები, მოგზაურობა, მიზნები, ახალი ჩვევები. მოკლედ, ველოდები რემონტის დამთავრებას. ველოდები საძინებლის ყიდვას. კი არ ველოდები, ანუ ხო ველოდები დამთავრდეს, რომ წავიდე ვიყიდო. რას ველოდები ხა წლის განმავლობაში, რას ველოდები, რა ზოგადად აი ეს ოცნებები და ვაიმე ნეტა იქ არა მაქვს. ოცნებები ხა შეიძლება ბავშვობაში გაქვს და რო გაიზრდები უკვე რეალობასთან შესაბამისად რეალური ოცნებები უნდა გქონდეს. კი, მაქვს ის ოცნებები.
რაც ახდენა უწერია ნამდვილად ვიცი. და ეს ოცნებები ჩემი ოჯახის გარშემო ტრიალებს რა. ხო და აი ის რო არიქა დღეს დავიძინო და ხვალე რავი არის რაღაცა fashion სასტუმროში ცაში გამიღვიძოს არ მინდა. მე მინდა. ხო მაშინ ისა ჩამოწერე. რა სადღიდა ქალო იმე. ჩემი უცნაური ჩვევები ეს ხო იყო რაღაც მაგალითად როგორი წესრიგი გაქვს სახლში საჭმლის ჭამის უცნაური სტილი, უცნაური სიტყვები, რომელსაც ხშირად ამბობ. უცნაური სიტყვა არის აბუეტო ძალიან ბევრმა ჩემგან ისწავლეთ ეგ სიტყვა და ვიცი რომ სახლშიც ხმარობ და ძალიან მიხარია. როგორი წესრიგი გაქვს სახლში? მაგალითად სახლში ხო არა მაქვს ახლა მიყვარს ზოგადად ყველაფერს თავისი ადგილი რო აქვს. შემიძლია 1 დღე, 2 დღე, 3 დღე გავატარო რაღაცა ცოტა არეულობაში რო არის და დანარჩენს ბარბარე გააგრძელებს მე-4 დღისას. მე სულხალაკებ. აი მე-4 დღე სამსახურიდან რომ მოვედი წინაზე და აი კარი რო გავაღე და აი სპეცეფექტი მაკალ და აი უკან რო ჭექაქუხილია და ის ჩრდილი რო ჩანს, აი გრეშეველი და აი როგორ დარბოდნენ, იცი ვინ რას აკეთებდა არიცოდნენ. ის გადავწმინდა, ესენიც დავალაგე, ნინოსაც დავალაგე და ნინოს და რა მოუვიდა მე? მე რა მოუვიდა? აწეწარა. აჰა. ტრევი აქ ხო, ეგ არის. ანუ ეგ მომენტი მაქვს. ანუ შემიძლია ავიტანო რამდენიმე დღე ანუ წესრიგობას რას ვამბობ უბრალოდ რომ აი ეს არ დევს თავის ადგილას ის არ დევს ეგ შემიძლია მაგრამ ეგრეთ წოდებული ბოდიში აი რაღაც საშინელებაში რომ სხედან და ბედნიერები არიან ეგ არ შემიძლია. საჭმელის ჭამის უცნაური სტილი. ანუ საჭმლის ჭამის უცნაური სტილი ის მაქვს რომ ძალიან კომფორტულია ჩემთვის მარტო როცა ვჭამ. აი და რომ მიწერენ ხოლმე მუკბანგი როგორ გვინდა შენი მუკბანგი? ხაკნო კბილი რომ მткиვა ხოლმე რა მუკბანგი არც ავღეჭავ მიაგდე მოაგდე აქეთ იქით ლოყაცე და გადაყლაპე ინდაურივით რა მუკბანგი მოჩა ეხლა მე 6 დღეზე მე 1 დღე გადარჩხარ ანუ ეხლა ჩარჯიბით მე დამჭერ ანუ ეს 2 კვირიანი ვლოგიო 14 დღევსიო აღარ შემაწუხო ჯანი დაეწოს რა იცის ეხლა აღარა აქვს უკვე ხვალე უნდა შევაწუხო ფილმები ან სერიალის რეკომენდაცია გააზიარე რას უყურებ და რატომ მოგწონს ჭართე პატარა განხილვაც ხო ახლა ძალიან ბევრჯერ მithქვია რომ ძალიან მიყვარს და ქირავებული სიყვარული და წელიწადში ერთხელ უნდა უყურო ძალიან ბევრჯერ მithქვამს რომ წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა უყურო საროჭკების ხატვის პროცესში ბოლოს არის სამეფო კარის თამაშებს ძალიან მიყვარს ფილმი ეს სერიალები ძალიან მიყვარს ფილმი მე შენამდე სადაც ემილია კლარკი თამაშობს და უზომოდ მიყვარს და ხშირად ვუყურებ ძალიან მიყვარს სერიალი 4 სერიანია თუ 5 სერიანი გეცოდინებათ ბინდი ვამპირებზია კიდე მიყვარს რომელიღაც ხო დივერგენტი მიყვარს ძალიან ეგეც ან 4-იან 5-ია დაახლოებით ესე ძალიან მიყვარს შეიძლება მაგამაც ჩავდავიწყო ხო ეს ჩემი ოთახი სახლი კუთხე ეს დღე მე-7 ეს ბოლო დღეა რა მე 14 დღის რა არის საჭირო სრულყოფილი გარემო არ არის საჭირო სრულყოფილი გარემო უბრალოდ აჩვენე შენი საყვარელი კუთხე სადაც გიყვარს ყოფნა დავიჯერე ხეთ მოგეწონებათ იქ რო შეგიყვანოთ გამოქვაბულებით გამოიყურება ჩემი ოთახი განახეთ მე როცა გავაკეთებ ხო იცით რომ განახეთ ნუ ბოლოს ჩარჯიბიც უწერია აქ ამ 2 კვირიან გეგმით უკვე 14 ვლოგის იდეა გაქვს მზად შენ გიდა რომ თემები უფრო პირადული და ლაიფსტაილისკენ ეგ რა არის ლაიფსტაილისკენ წავიდეს როგორც დღეურის წერა კამერაზე თუ გირჩენია დაინტერესების მომგვრელი რჩევები სასარგებლო კონტენტი პატარა ჩელენჯები ხო ამას ხვალამდე გავიგებ რა თქვა მოკლედ დაგემშვიდობებთ ხა მომავალ ვიდეომდე სასიამოვნო საღამო გავატარეთ თქვენთან ერთად რაღაც დაგიმალოთ და ხიარული მოკლედ მე და ChatGPT-ის თემები თუ ChatGPT-ის 14 დღიანი ვლოგი ერთ ვლოგში ჭვიანურია დაველი ხა მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებთ სავარაუდოდ ხვალამდე ხო ისა ლაივი ხომ მქონდა არ ვიცი წეღან კი გეუბნეოდით იმაში ძალიან ხო მაგრად ვიციდე და ლაივი რო გავთიჟე ასე დაიწერა რომ თქვენ ანგარიშზე რა ანგარიშზე არ დაიდება ჯერ
თქვენ ანგარიშზე არის $1.50. 2 საათიანი ლაივის შემდეგ, მაგრამ მადლობა დიდი. იმიტომ რომ თქვენი რა არის? რეები არა თემებზე. ანუ თქვენ დამსახურებთ, იმიტომ საჩუქრებს მიგზავნით და მადლობა დიდი. ვერ გგრაო. რაო? რამდენ წუთში ბარბარეს კითხვების ჩარჯიბი. რამდენ წუთში ხარშება კარტოფილი? ეს გუშინწი რომ მამამ გთხოვა კარტოფილი მომიხარშვა ამას აკითხა. რატო გაქვს ესე შუქია წეული ბოლომდე? ნახევარზე დაბალზე და აი ძალიან აწეული. ნახე რა ცოტაზეა. ნახევარზე დაბალი არის ეს შვილო. ეხლა სხვა კითხვები არ არის? გამოწიოთ აბას ისტორია სადაა? ქარავა. წავიდი ხა მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით მასში შევიკრავ აბაჰი და აბაჰო ხვალ დილამდე. კაი